რა არის ის წარსული, რაც სრულდება და უნდა ჩაბარდეს წარსულს და რა ახალი მომავალი იწყება თქვენს ცხოვრებაში. დღეს ცოტა ხანგრძლივი ვიდეო გამოგვივა, ვისაც სურვილი გაქვთ და ნერვები და ნებისყოფა გაქვთ და არ გწყინდება ჩემი მოსმენა და შეგიძლიათ დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ეხლა და ვნახოთ ჯერ წარსული რა არის ის, რაც უკვე თითქმის დასასრულის პირას არის თქვენს ცხოვრებაში. რა არის ის აწყო, ეხლა რა სიტუაციასაც გადიხართ, ეხლა სად ხართ აწყოში, რა ენერგიებში იმყოფებით აწყოში, მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრეთ, ეცადეთ ყურადღება არსაით გადაიტანოთ. მომავალი ის, რაც იწყება ეხლა თქვენს ახლო პერიოდში, რა მომავალი იწყება, რა პერსპექტივები იშლება თქვენს წინ. რჩევა თქვენთვის რა არის ეხლა უმჯობესი რომ გააკეთოთ და მოიმოქმედოთ თქვენს ცხოვრებაში, რჩევა ტაროსგან გავიგოთ თქვენთვის. რა არის ის, რაც ხელს გიშლით წინსვლაში, წარმატებაში, ნახოთ ხელისშემშლელი ფაქტორი რა არის თქვენ ცხოვრებაში ამ ეტაპზე და რა არის ის, რაც გეხმარებათ პირიქით და დადებითია თქვენთვის, რა გეხმარებათ. ნახოთ რისი იმედი გაქვთ ამ ცხოვრებაში, ეხლა მიმდინარე უახლოეს პერიოდებში რა არის თქვენი იმედი, რისი იმედი გაქვთ ეხლა, რა იმედი გაგაჩნიათ და რისი შიში გაქვთ, რა გაშინებთ, ყველაზე თქვენი ესეთ ფარული შიში რა არის ეხლა ამ ეტაპზე, რისი გეშინიათ. და შედეგი, საბოლოოდ სადამდე მიგიყვანთ ეს ყველაფერი, რა შედეგებს მოგიტანთ. ეხლა რაც შეეხება წარსულს, რა არის ის, რაც წარსულს ბარდება. წარსულს ბარდება კრიზისები, ბევრი გაჭედილი და რთული მდგომარეობა, თითქოს შეიძლება წარსულში იყოს დანაკარგები, დანაკლისები, პრობლემები, გამოწვევები, რაღაც დაუკმაყოფილებელი ენერგია, სულ გიჭირდათ, სულ რაღაცის მოთხოვნილება გქონდათ, ვერ ივსებდით. შესაძლებელია აქ მანიპულაციის მსხვერპლი იყავით რაღაც მომენტში და ინტრიგებისაც და ვიღაცის მხრიდან მოტყუების და გამოყენების მცდელობებიც იყო თქვენს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი უკვე ან დასრულდა, ან ეხლა უნდა გაიაროთ და უნდა ჩააბაროთ საბოლოო ჯამში წარსულს. დიდი რთული გზის გავლა კი მოგიწიათ, ისე რასაც აქ ვუყურებ, საკმაოდ ესეთი ეკლიანი და სიცივი და ცივი გზები და რთული გზებით იარეთ. ახლა რაც შეეხება აწყოს. აწყოში გიჩანთ ძალიან ბევრი ფიქრი. შეიძლება გაქვთ უამრავი კითხვა და ამ კითხვებზე არ გაქვთ პასუხი. მაგალითად კითხვა გაქვთ, რატომ მოხდა ეს რაც მოხდა, რა დავაშავე ასეთი, ან რა არის ჩემი ბრალეულობა, ან როგორ მოვიქცე ამ სიტუაციაში, აი რა გამოსავალი არსებობს, ესეთი კითხვები გაქვთ. აი ეძებთ, სულ რაღაცას ჩიჩქნით, წარსულისკენ იყურებით უფრო მეტად, თვითგამორკვევაში ხართ, სულიერ ზრდაში ხართ, ცოტა კრიზისი ახლაც არის, მაგრამ ჩაკეტილებიც ხართ, შეიძლება არც გინდათ, რომ ვინმეს გული გადაუშალოთ, ან უბრალოდ დაიღალეთ და აღარ ფიქრობთ, რომ არავის არ ესმის თქვენი და ეს თქვენი პრობლემა მარტო თქვენი გასავლელია, თითქოს ესეთი განცდა გაქვთ და ნუ აი ფიქრობთ, რომ ვერავინ ვეღარ გამიგებს. ეხლა მე უკვე იმდენი გავიარე, ეხლა მე თვითონ უნდა გავიკვლიო გზა და ეხლა ესეთ ამბებში იმყოფებით. რაც შეეხება მომავალს, ის რაც ახლა იწყება. საკმაოდ კარგი ენერგიები შემოდის მომავალში, მინდა გითხრათ, რამდენადაც წარსული მტკივნეულია და აწყოშიც სირთულეებია და ფიქრი და ცოტა დეპრესიული ფონი, მომავალი პირიქით რაღაც ახალი შემოთავაზება, შანსები, ოპტიმისტური იმედის მომცემი მოქმედებებისკენ, რაღაცა სამყარო ისეც გაწვით, რომ გიფიცგებს, რომ იმოქმედე, მიდი, გააკეთე, შეგიძლია, არ გაჩერდე, არ დანებდე. შეიძლება ემოციურიც იყოს და ვიღაცისგან ემოციური მხარდაჭერა მიიღოთ, შეიძლება პირად ურთიერთობაში გაგიმართლოთ, შეიძლება სამსახურის შემოთავაზებას ელოდებით და რაღაცა ახალი ენერგია, ახალი თავგადასავალი, ერთი დიდი ძველი დასრულდა და იწყება ახალი ეტაპი და აი ამ ახალი ეტაპისკენ უკვე ნელ-ნელა წახვალთ, გამოხვალთ უკვე ამ მდგომარეობიდან. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის. რჩევა ესეთია, რომ შეინარჩუნეთ კომუნიკაციები, არ ჩაიკეტოთ ძალიან, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ცოტა დეპრესიიდან გამომდინარე ხართ საკუთარ თავში ჩაკეტილი და არ ჩაიკეტოთ, არ მისცეთ თქვენ თავს ამის უფლება, პირიქით მეტად გახსნები იყავით, შეიძლება რაღაც მომენტში ისეთი აი კონტაქტებმა ისეთი ინფორმაცია მოიტანოს და იმდენად სასარგებლო ახალი შანსები გამოჩნდეს, რომ თქვენვე გაგიკვირდეთ. ამიტომ იყავით და გორმე მოინდომეთ და იურთიერთეთ, საპირისპირო სქესთან იურთიერთეთ, გაიხსენით ზოგადად, არ იყო ძალიან შებოჭილ ენერგიებში და აი ეს ღრმა ფილოსოფიურად რომ მიუდგეთ, ესე ვიტყოდ, რომ
შეიძლება საპირისპირო სქესი არ იყოს, მაგრამ აი თქვენთვის ერთი შეხედვით საწინააღმდეგო, აი რთული ანტაგონისტურ დაპირისპირებულ ენერგიებში მყოფი ადამიანის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი თავები შეიცნოთ და დაინახოთ სრულიად განსხვავებულათაც კი. იფიქრეთ ამ ყველაფერზე, რა ის ადამიანი რაც არ მოგწონთ, ან ის სიტუაცია რაც არ მოგწონთ, რას გაძლევთ. მაგრამ მაინც ღია იყავთ კონტაქტებისთვის, რამე ჰობიც რომ მოძებნოთ, ძალიან კარგი იქნება, ან დახატოთ, ან მუსიკა, ხელოვნება, რაც გსიამოვნებთ, რა შეიძლება ვინმეს შემოგრავთ ხელებით, მუშაობა სიამოვნებთ, აი რაც გესიამოვნებათ, ჰობივით რამე კარგი იქნება რომ გააკეთოთ ახლა, რა არის რაც ხელს გიშლით. ხელის შეფრთხილ ფაქტორში რატომღაც ამოდის ძალიან ბევრთან ოჯახური სიტუაცია, რაღაცა სისტემური სიტუაციები და მდგომარეობები. შეიძლება კოლექტივი გაქვთ, ან სამსახური გაქვთ ისეთი, რომ არ არის ჯანს რაღაც განწყობილი და ხელის შემშლელია, ან ოჯახური მდგომარეობები, აი მამა, დედა, მშობლები, ის წინაპრები, ხო ხვდებით როგორი თემა, ესეთ რაღაცები შეიძლება იყოს ხელის შემშლელი, ან ის საზოგადოება, სადაც ტრიალებთ და რომელშიც ახლა იმყოფებით, თქვენ სასარგებლოდ არ მუშაობს და ხელს გიშლით. მე ამას ემატება ის, რომ ჩაკეტილებიც ხართ ამ ადამიანებისგან, ძალიან ზედმეტად გარიყულათაც გახართ და არც გინდათ მე მგონი საერთო ენის გამოძებნა, ან უკვე ფიქრობთ, რომ იმედიც დაკარგულია და აზრი არ აქვს ამ საერთო ენის მოძებნას, მაგრამ ხელს გიშლით რა, ეს ჩაკეტილი სიტუაცია ხელს გიშლით და კომფორტის ზონიდან უნდა გახვიდეთ. ძალიან არ ჩაიციკლოთ რაღაც სტაბილურ სიტუაციაზე, არ მიეჯაჭვოთ. გადით ცოტა ხანი კომფორტის ზონიდან, ცუდი არაფერი არ არის. რა არის ის, რაც გეხმარებათ? ბევრი ფიქრი, დაკვირვებულობა, შეიძლება არ ჩქარობთ გაწყვეტილებების მიღებას და კარგია თუ სიჩქარეში არ ახართ და პირიქით, გამოცდილება მიგიყვანათ იმ უკვე დასკვნებამდე, რომ აქ ემოციები ზოგჯერ ხელის შემშლელია და ეხლა პირიქით როა ლოგიკას მოუხმოთ და რაციონალურ გონებას და რაღაცა სანამ რამე რესერვების გადავდგა 100-ჯერ გავზომო ერთხელ გავჭრა, შეიძლება გქონდეთ ესეთი მომენტები და ეს კარგია რომ ესე ხართ და ესეთი მიდგომა რომ გაქვთ, ეს არ არის ცუდი პირიქით, დადებითიც კია და ზოგჯერ მართლაც არის სიტუაციები, სადაც ემოციები ხელის შემშლელად გვევლინება რაღაცა და ამიტომ დათრგუნვა არა, მაგრამ აი უბრალოდ სიტუაციას უნდა მივუდგე რაციონალურად, აი როგორც ალბათ სასამართლოზე ობიექტურმა სასამართლომ რომ უნდა შეაფასოს რაღაც მდგომარეობა, ეგრეთ თუ მივუდგებით, უკეთესი იქნება. ეხლა რაც შეეხება იმედს. რა არის ის რის იმედიც გაქვთ? რაც გინდათ რომ მოხდეს იმედი, აი ესეთი იმედი ცოტა რთული და დამღუპველია ზოგჯერ, მაგრამ რა არის ის, რაც გინდათ? მოლოდინი გაქვთ იმის, რომ სტაბილურობა შეინარჩუნებთ თქვენ ცხოვრებაში, რომ ბოლო-ბოლო დასტაბილურდებით, რომ ბოლო-ბოლო მოიპოვებთ აი რაღაცა იმ სიტუაციას, რაც გეკუთვნით და დასვავთ წერტილებს, იქ სადაც ღია არის ახლა მდგომარეობა და გაურკვეველია, გადაიჭრება საკითხი, ამის მოლოდინი გაქვთ, რა ვიცი, შეიძლება დაუსრულებელი პროცესებიც არის აქ, ან საქმიანი სიტუაცია, ან პირადი და გადაჭრით ამ საკითხს, ამის იმედი უკვე გაქვთ და ამის მოლოდინები არის, შეიძლება უკვე ძვრებიც არის და მაგიტო გაქვთ ეს განწყობები შექმნილი ასეთი, ფინანსური სტაბილურობის მოლოდინი შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრ თქვენთაგანს. ყოველ შემთხვევაში აქ უეჭველია რომ რაღაცა საკითხის გადაჭრას ფიქრობთ და იმედი გაქვთ. რაც შეეხება შიშს, შიში არის ის, რომ შესაძლებელია სიტუაცია იყოს ცოტა კონკურენტული ან რთული და ვერ ხერდებოდეს მოგვარება და მოლაპარაკება და საერთო ენის გამოძებნა, ანუ გაშინებთ ესე როგორ თქვა ეხლა, მაგრამ აი ის რომ წახვიდეთ რაღაცაზე, ვიღაცას დაელაპარაკოთ, თქვათ ან სიტუაცია, სადაც სრულიად საპირისპირო მტკიცებას დაგიწყებენ, შეგებრძოლებიან და აი თითქოს ბრძოლაც არ გინდათ, თითქოს აი ამ ბრძოლისას დაღლილი ხართ და აი ეს გაშინებთ უფრო და ну а ესეთ გაურკვეველი ენერგიები ამოგდით ახლა რომ ვთქვათ რომ ესე ძალიან რამე ისეთ სასწაული შემაშინებელი არა, მაგრამ შეიძლება რამე ისეთი ინფორმაციის მოსმენა არ გინდათ ან გაგება რომ ეს მოლოდინები არ დაგემსხვრეთ და ცოტა ამის გეშინიათ. რაც შეეხება შედეგს, რას მიიღებთ ახლა, რა შედეგებზე გახვალთ? პირდაპირ გეტყვით რომ მაინც ბევრს იბრძვით, უბრალოდ ეხლა თუ კრიზისების მომენტებში ხართ, გამოხვალთ და ძალას მოიკრებთ, ენერგიას მოიკრებთ, თავდაჯერებულობას მოიკრებთ და იტყვით თქვენს საქმეს და გახვალთ პირდაპირ და გამოხვალთ ამ კომფორტის ზონიდან და გადახტებით და შევარდებით თავით იმაში შუა ცეცხლში რომ იტყვიან და ბრძოლას დაიწყებთ და თქვენ სიძლიერეს ყველას დაანახებთ და ეცდებით საკუთარი თავის გამოხატვას, საკუთარი სურვილების გამოხატვას და ეს ძალიან კარგია
მართალია და ვიტყოდ რომ თუ მოინდომებთ გარკვეული პოზიტიური შედეგები იქნება, რაღაც ახალი შესაძლებლობები მართლაც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და შეიძლება ნელ-ნელა ფინანსური სტაბილურობა შემოვიდეს, ნელ-ნელა ახალი ურთიერთობები შემოვიდეს, ნელ-ნელა ცხოვრების ახალი ეტაპის დაიწყოთ, ან ახალი საქმეს დაიწყოთ, თავარია არ დანებდეთ, გჯეროდეთ თქვენი თავის და ეს წინ გმირულად გაარღვიეთ ბარიერები და საზღვრები და მოშალეთ რაც მოსაშლელია. თუ მოგეწონათ ვიდეო, შეგიძლიათ დალაიქოთ. ბედნიერებას გისურვებთ ცხოვრებაში.